უძველესი ცივილიზაციიდან დაწყებული უნიკალური ბუნების ფენომენით დამთავრებული. დღეს თქვენ ნახავთ აღმოჩენებს, რაც ადამიანის თვალისგან დამალული იყო მრავალი წლის მანძილზე. ნახავთ ადგილებს, რომლის არსებობაც წარმოუდგენელი იყო და მათ ისტორიებს მოისმენთ. დარჩით ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ. ციმბირული წყლული ძალიან საშიში დაავადებაა. ის არის ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია ჯილეხის ბაცილა. ის ჩვეულებრივ ნიადაგში ბინადრობს და ხშირად ცხოველები ავადდებიან, როცა ასეთ ნიადაგზე ბალახობენ. ადამიანსაც შეიძლება გადაედოს, როცა ეხება დაავადებულ ცხოველს, მის ტყავს ან იყნოს ჰავს ჰაერით. დაავადებას აქვს რამდენიმე ფორმა. ყველაზე გავრცელებულია კანის ფორმა, როცა ჩნდება შავი წყლული. ფილტვის ფორმა ყველაზე საშიშია და იწვევს სუნთქვის გაძნელებას. ნაწლავების ფორმა კი ჩნდება დაავადებული ხორცის მირთმევის შედეგად. ბაქტერია ორგანიზმში გამოყოფს მომწამლავ ნივთიერებებს, რაც იწვევს ანთებასა და ზოგჯერ მძიმე გართულებებს. დროული ანტიბიოტიკებით მკურნალობა ახერხებს განკურნებას. დაავადებას ციმბირული იმიტომ ჰქვია, რომ ადრე ხშირად ხდებოდა ციმბირში. ამ ბაქტერიას აქვს უნარი, რომ შექმნას სპორები. ესენია ისეთი გამძლე ფორმები, რომლებსაც შეუძლიათ გაუძლონ სიცივეს, სიცხეს, ქიმიკატებს და შენახულ იქნან ნიადაგში 100 წლების მანძილზეც კი. ეს ნიშნავს, რომ თუ კი სპორები აღმოჩნდნენ მუდმივად გაყინულ მიწაში, მაგალითად ციმბირში ან არქტიკის მიწისქვეშეთში, მათ შეუძლიათ იქ გაყინულ მდგომარეობაში იძინონ ძალიან დიდ ხანს და როცა ყინული გადნება და პირობები გამოსწორდება, აქტიურდებიან და ვრცელდებიან. სწორედ ასე მოხდა ციმბირში 2016 წელს, როცა დათბობის გამო ყინული გადნა და ძველი სპორები გაათავისუფლა. ციმბირში იამალ-ნენცინში იმ ზაფხულს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. დაახლოებით +25 გრადუსი ცელსიუსი. ასეთი რამ რეგიონს 10 წლეულების განმავლობაში არ ახსოვდა. ამის შედეგად მუდმივად გაყინული ნიადაგი, ეგრეთ წოდებული მთლიანი გრუნტის ყინული გადნა. გათბობისას დადნა ძველი ირმის ლეში, რომელიც სავარაუდოდ 75 ან 100 წლის წინ იყო დაღუპული ციმბირული წყლულით. ამ ლეში დაცული ბაქტერიული სპორები ისევ გააქტიურდა და გავრცელდა ჰაერით, წყლთა და მიწით. შედეგად დაინფიცირდა და დაიხოცა დაახლოებით 2300 ირემი. გარდა ამისა დაინფიცირდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა ციმბირული წყლულით. დაავადების გავრცელებამ გამოიწვია რეგიონში საგანგებო მდგომარეობა. მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია. სამხედროებმა დაწვეს ინფიცირებული ცხოველების ლეშები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დეზინფექცია. ეს შემთხვევა გახდა მკაფიო გაფრთხილება მეცნიერებისთვის. გლობალურმა დათბობამ შეიძლება გაათავისუფლოს ძველად გაყინული, საშიში პათოგენები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში წყნარად ინახებოდნენ ყინულში. მსგავსი საფრთხე შეიძლება უკავშირდებოდეს არა მარტო ციმბირულ წყლულს, არამედ სხვა დავიწყებულ დაავადებებსაც. საიდუმლო კიბე. ეს ამოუხსნელი კიბე, რომელიც გიზას პლატოს მახლობლად, აბურავაშის რეგიონში, უდაბნოში აღმოაჩინეს, ბევრ საინტერესო კითხვას იწვევს. ქვის ზედაპირზე ზუსტად ამოჭრილი კიბე რამდენიმე მეტრით ჩადის მიწის ქვეშ, რითაც უძველესი ადგილის მომხიბვლად და ჯერ კიდევ თითქმის შეუსწავლელ განზომილებას ხსნის. ზედაპირზე გაკეთებული სწორი და ზუსტი ჭრილი მიუთითებს მოწინავე ინჟინერიაზე, ხოლო მისი კავშირი გიზის პლატოს ფართო არეალთან მიგანიშნებს, რომ ქვიშის ქვეშ შესაძლოა კიდევ მრავალი საიდუმლო იმალებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბის საბოლოო დანიშნულება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, საწყისი საფეხურები მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა ხილული ზედაპირის ქვეშ ღრმა ნაწილამდე გრძელდებოდეს. შესაძლოა მიწის ქვეშ წყლებამდეც კი. როგორც ჩანს, ამ ადგილის გათხრები ახალი დაწყებულია, რადგან სტრუქტურა სავარაუდოდ ქვიშის ქვეშ იყო დამალული, სანამ აღმოაჩენდნენ. ახლა მთავარი კითხვა: ვინ დაიწყო ეს გათხრები და რა იმალება ამ მომხიბვლელი კიბის ბოლოში? ეს აღმოჩენა დამატებით საიდუმლოებას სცენს, ისედაც შთამბეჭდავდა უძველეს ლანდშაფტს. ქანათი. დაახლოებით ძველ წელთაღრიცხვით 800 წელს უძველეს სპარსეთში გაჩნდა ტექნოლოგია, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა და რომელსაც ქანათი ეწოდება. ეს იყო გენიალური სისტემა, რომელიც მიწისქვეშა წყალს მთებიდან მოაწვდიდა მშრალ ბრტყელ უდაბნოს ზონებს. ქანათი შედგებოდა მიწისქვეშა გვირაბებისგან, რომლებიც ბუნებრივ წყაროს აკვიფერს უკავშირდებოდა მთებში. გვირაბები ფრთხილად იყო დაგეგმილი ოდნავი დაქანებით, რათა წყალი ბუნებრივად გადმოდინებოდა გრავიტაციის მეშვეობით ათეულობით კილომეტრზე. ზოგჯერ კი ასეთი არხის სიგრძე 70 კილომეტრსაც კი აღწევდა. სისტემა იწყებოდა დედა ჭით, რომელიც საკმარისად ღრმა იყო, რათა მიწისქვეშა წყლის დონემდე მიეღწია. იქედან კი გადიოდა ჰორიზონტალური გვირაბი, რომელიც მიემართებოდა დასახლებისკენ და აწვდიდა სუფთა ცივ წყალს.
გვირაბები იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანიც კი მარტივად დადიოდა შიგნით და ისინი გამაგრებული იყვნენ გრევის თავიდან ასაცილებლად. ვერტიკალური ჭები იჭრებოდა პერიოდულად, რათა ამით ვენტილაციისთვის შეეწყოთ ხელი. სინათლე და ტექნიკური მომსახურებაც ამ მხრივ ხდებოდა. ქანათი პირველად ირანში გამოჩნდა, რაც იმას მეტყველებს, რომ ძველი სპარსი ინჟინრები კარგად იცნობდნენ გარემოს და შექმნეს მდგრადი გზები ამ გარემოში გადასარჩენად. დღესაც კი ზოგიერთი ქანათი კვლავ მოქმედებს და უკვე 1000 წელზე მეტი აუწყვეტად აწვდის წყალს მოსახლეობას. ბაზილიკის რეზერვუარი. ბაზილიკის რეზერვუარი, რომელიც მდებარეობს სტამბოლში, თურქეთში, ბრწყინვალე მაგალითია ბიზანტიური ინჟინერიისა და არქიტექტურის შესაძლებლობების. იგი აშენდა მე-6 საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობის დროს. ეს რეზერვუარი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ მიწისქვეშა წყლის რეზერვუარებს შორის, რომლებიც აშენდა ძველი კონსტანტინოპოლის სასმელი წყლით მომარაგებისთვის. რეზერვუარი მოიცავს დაახლოებით 9800 კვადრატულ მეტრ ფართობს და შეუძლია 80,000 კუბური მეტრი წყლის შენახვა. მისი ჭერი დაყრდნობილია 336 მარმარილოს სვეტზე, თითოეული 9 მეტრის სიმაღლისაა და განლაგებულია 12 რიგად, თითო რიგში 28 სვეტით. ეს სვეტები გადმოტანილია ძველი სტრუქტურებიდან და აღჭურვილია კორინთული და იონიური სტილის თავებით, რაც მთელ კომპლექსს უნიკალურს და ისტორიულ ხიბლს ანიჭებს. რეზერვუარი ივსებოდა წყლით, რომელიც 19 კილომეტრით დაშორებული ბელგრადის ტყიდან მოდიოდა აკვიდუკებით, რომელიც ასევე იუსტინიანეს ბრძანებით იყო აშენებული. რეზერვუარის შიგნეულობა დაფარული იყო წყალგაუმტარი ჰიდრავლიკური ნაზავით, რაც უზრუნველყოფდა წყლის შენარჩუნებას და არ აძლევდა მას გარემო ნიადაგში გაჟონვის საშუალებას. მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს ორი მედუზას თავი, რომლებიც გამოყენებულია როგორც სვეტების ბაზები და თავისი უცნაური პოზიციით, ერთი გვერდულად მეორე კი თავდაყირა წარმოშობს ბევრ ლეგენდას და კითხვას მათი მიზნისა და წარმომავლობის შესახებ. 8099. სწორედ ამდენი ჯარისკაცი იცავდა იმპერატორის სამარხს ჩინეთში ცინების დინასტიის მმართველობისას. ცინ შიხუანდი, ცინის სამეფოს მმართველი იყო ძველი წელთაღრიცხვით 246 წლიდან, რომელმაც დაასრულა მრავალსაუკუნოვანი მეომარ სამეფოთა ეპოქა. როგორც უკვე ხვდებით, ვსაუბრობთ ტერაკოტის არმიაზე. გამომწვარი თიხის, ტერაკოტისგან დამზადებული ბუნებრივი მასშტაბის ჯარისკაცების და მათი ცხენების 8099 ცალი ქანდაკება ქალაქ სიანის მახლობლად ჩინეთში. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს 1974 წელს, შემთხვევით ჭის გათხრისას. ტერაკოტის არმია მდებარეობს ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვით 210 წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები გაჭედილი იყო. ეს უდიდესი სკულპტურული ჯგუფი 1974 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა ფერმერთა ჯგუფმა წყლის ჭის გათხრების დროს. არქეოლოგებმა დაიწყეს ძიება და მიაკვლიეს მიწის ქვეშ დამალულ უდიდეს სივრცეს, სადაც დამარხული იყო მეომრების და ცხენების დაახლოებით 6000 ტერაკოტის ფიგურა. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მეომრებისა და ცხენების ფიგურებით სავსე მეორე და მესამე ორმოც აღმოაჩინეს. სამივე ერთად 20000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა და 8000 ფიგურას აერთიანებდა. ამ ისტორიული საგანძურის უკეთდასაცავად პირველ ორმოს დაადგეს შენობა, რომელსაც ლითონის გუმბათის მსგავსი გადახურვა აქვს და უზარმაზარ დარბაზს ქმნის. შენობა 230 მეტრის სიგრძის და 72 მეტრის სიგანისაა, ხოლო 22 მეტრია სიმაღლეში. მასში ფეხბურთის ორი მოედანიც კი თავისუფლად დაეტევა. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1979 წელს. პირველი ორმოს დარბაზში მდგარი ადამიანი ხედავს დაახლოებით 1000 მეომარსა და ცხენს, რომლებიც მიწიდან უკვე ამოღებული და გაწმენდილია. დანარჩენი ფიგურები კი სათითაოდ გაწმინდეს და ზოგიერთი მათგანი დღემდე გაწმენდის პროცესშია. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი იმპერიის ძლიერების გამოხატულება იყო და მისი აგებით ჩინეთის პირველმა იმპერატორმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაშიც. ტერაკოტის არმია აღმოჩენის მომენტიდან ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო-ბარათად იქცა და ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველ ტურისტთა რაოდენობა 1-2-რად გაზარდა. ქვის ტყე ან შილინი, კირქვით წარმოქმნილი ტყე ჩინეთში. ბუნების ეს სასწაული სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუანის პროვინციაში, კონკრეტულად კი შილინში მდებარეობს. ადმინისტრაციულად მდებარეობს შილინის ავტონომიურ რაიონში, იუნანის პროვინციაში. შილინი დაახლოებით 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ კუნმინგიდან.
კირქვული წარმოქმნის ფართობია დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი. ქვის ტყის დასავლეთ ნაწილში არის ულამაზესი ტბა, სადაც გვხვდება სხვადასხვა უცნობი სახეობის თევზი. სტალაგმიტების საშუალებით მაღალი კედლები თითქოს ძირს ცვივდებიან. ბევრის აზრით, ქვები გვანან გაქვავებულ ხეებს, რაც ქმნის ქვებისგან შექმნილი ტყის ილუზია, სწორედ ამიტომაც დაერქვა ამ ადგილს ქვის ტყე. 2007 წლიდან ამ ადგილის ორი ნაწილი, ქვის ტყე და იქვე არსებული სოფელი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა. ჩინეთს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, მათგან კი უმეტესობა სწორედ შილინში ამ ტყის სანახავად მიდის. შილინი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. დაკარგული ქალაქი. უამრავი წლის მანძილზე ქალაქი ჰერაკლიონის სხვადასხვა ლეგენდის წყარო გახდა. უამრავი ლეგენდა არსებობდა მასზე და უამრავი ცნობილი ფილოსოფოსი თუ მწერალი ახსენებდა მას. ქალაქი ჰერაკლიონი წლების მანძილზე მითიურად მიაჩნდათ. ჰერაკლიონისა და მისი ლეგენდარული პორტის ცხოვრების შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. ქალაქი ზღვაში 1200 წლის წინ ჩაიძირა, შემდეგ კი ჰერაკლიონი თანდათანობით გაქრა ადამიანთა მეხსიერებიდან. აღმოჩენა ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო. მკვლევარებმა და არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უამრავი არტეფაქტი. პრაქტიკულად ქალაქი ხელუხლებლად იყო ჩაძირული. ფსკერზე უამრავი ქანდაკება თუ წარწერა იყო აღმოჩენილი. ამასთან ჰერაკლიონი საკმაოდ მდიდრული ქალაქი ყოფილა და ფსკერზეც უამრავი ოქრო იყო ჩაძირული. მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ რამდენიმე უძველესი ტექსტის შესწავლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ დროს ყველაზე განვითარებული ქალაქის არსებობას ეჭქვეშ დიდი ხნის მანძილზე აყენებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ჰერაკლიონი, რომლის გასაოცარი სიმდიდრის შესახებაც ჰეროდოტე წერდა და რომელიც მშვენიერმა ელენემ და უფლისწულმა პერისმა მოინახულეს, მხოლოდ ლეგენდა იყო. ჰერაკლიონი საკმაოდ აქტიური სავაჭრო ცენტრი ყოფილა. ეს გახლდათ ერთგვარი ხაზი, რომელიც სავაჭროდ იდეალურ ადგილზე იმყოფებოდა. შესაბამისად, ქალაქი ყვაოდა სიმდიდრით, თუმცა, როგორც ფაქტი გვეუბნება, ყველაფერი მომენტალურად ფსკერისკენ დაეშვა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ქალაქის ჩაძირვა გამოწვეულ იქნა მიწისძვრების და წყალდიდობების შედეგად. სანამ 2000 წელს ჰერაკლიონის პირველ კვალს მიაგნებდნენ, მანამდე მხოლოდ მითები არსებობდა ამ ანტიკური ქალაქის შესახებ. ფსკერიდან დღის სინათლეზე ამოიტანეს გიგანტური 5 მეტრიანი ქანდაკება და სარკოფაგები და დაფები, რომლებზეც ძველეგვიპტური წარწერები იყო. ჰერაკლიონს ასევე თრონისსაც ეძახდნენ. ქალაქი მდებარეობდა ალექსანდრიის მახლობლად. ამჟამად სანაპიროდან 2500 მეტრის მოშორებით და 10 მეტრის სიღრმეშია ის მოქცეული. ამ ადგილზე კვლევები დღემდე მიმდინარეობს. ახალგაზრდა მამაკაცი სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ სამხრეთ კაროლინაში ერთ-ერთ ტყიან მხარეში გაგზავნეს ჯგუფთან ერთად. ეს იყო სპეციალური კურსი, რომელიც სხვადასხვა თვითგადარჩენის უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. აქვე იყო უზარმაზარი ჭაობიანი ადგილიც. ერთ ღამესაც, როდესაც ბიჭებს ეძინათ, კარვებში უცნაური ხმა შემოესმათ. ხმა ძალიან განსხვავებული და საშიში იყო. ჯარისკაცები მყისიერად წამოხდნენ ფეხზე. საზარელი ხმის გამო ბაყაყებიც კი გაჩუმდნენ და სრული წყვიადისებრი სიჩუმე იყო გარშემო. ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა. კარავიდან გამოსულმა ჯარისკაცებმა დაინახეს ორი უცნაური სინათლის წერტილი. ამ ისტორიის ავტორმა იფიქრა, რომ ვიღაც მათ ეხუმრებოდა და ამიტომაც პირდაპირ სინათლისკენ წავიდა, რომ ენახა თუ ვინ ხუმრობდა ასეთ სუდად შუა ღამეს. მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა, მით უფრო მეტად შედიოდა ჭაობში. მას უკან მიყვებოდა კიდევ ორი ბიჭი. ისინი დროულად მიხვდნენ, რომ საფრთხეს უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ და გადაწყვიტეს სასწრაფოდ მობრუნებულიყვნენ უკან. ნათელი წერტილები სწრაფად ავიდა ჰაერში და ნელ-ნელა გაუჩინარდა. ხმად შეწყდა და ბუნება ჩვეულ ბაყაყების და ჭრიჭინების ხმაურს დაუბრუნდა. ჯარისკაცებმა იმ ღამით დაძინება ვერ შეძლეს, რადგან მომხდარზე ფიქრმა მოსვენება დაუკარგა თითოეულ მათგანს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს? ხმას რაც შეეხება, ზოგიერთი ექსპერტის აზრით ეს ავაზას ხმა იყო. მაგრამ რა იყო ეს ნათება? შესაძლოა ეს საერთოდ არ ყოფილიყო რაიმე პარანორმალური. იქნებ ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა იყო. გახსოვთ ჩვენს წინა ვიდეოში მსგავს მოვლენაზე ვისაუბრეთ. თუ კი გადავხედავთ ისტორიას და უბრალოდ დაგუგლავთ მანათობელ ბურთებზე, რაც ატმოსფეროში ჩნდება, ვაწყდებით კიდევ ერთ საინტერესო ფენომენს. მას მეცნიერები ცდომილ ალს უწოდებენ. ცდომილი ალი ხშირად მოციმციმეან მუდმივი სინათლეა, რომელსაც ძირითადად სოფლების მახლობლად არსებულ ჭაობებში მიწასთან ახლოს ხედავენ. რამდენიმე წუთში ის ქრება. მეცნიერებისთვის ასეთი საკითხის შესწავლა რთულია, რადგან შესაძლოა ცდომილი ალი ბუნების ფენომენიც კი არ იყოს. ცდომილი ალი ძირითადად ჭაობების თავზე ჩნდება და ლოგიკურად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მას ჭაობიდან აომავალი გაზის, მეთანის აალება იწვევს, თუმცა აალების გამოწვევი მიზეზიც ამ შემთხვევაში უცნობია. ეს ყოველგვარს უბრალოდ ვარაუდებია, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.
ჩინეთის ქალაქ ჯოუკოუში ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ქალაქის ნაშთები, სადაც გამოიკვეთა ტექნოლოგიური მიღწევა, რომელმაც ისტორიკოსებიც კი გააოცა. საუბარია თითქმის 4200 წლის წინ აშენებულ სარწყავ და სადრენაჟო სისტემაზე. გათხრების დროს პინგლიანგთაის უძველეს დასახლებაში მიწისქვეშ აღმოჩნდა თიხის მილობით აგებული წყლის გამტარი ქსელი, რომელიც რთული გონივრულად დაგეგმილი სტრუქტურით აერთიანებდა ერთმანეთთან საცხოვრებელ ზონებს და არხების სისტემას. მილები სპეციალური ფორმით იყო დამზადებული, ისე რომ ერთი მეორეში ჯდებოდა და ქმნიდა მჭიდროდ დაკავშირებულ წყლის მარშრუტს, რაც საშუალებას იძლეოდა წვიმის ან სარწყავი წყლის ზედმეტი ნაკადი სწორად და ეფექტიანად გადაეტანათ ქალაქის გარე მხარეებში. სისტემას ჰქონდა ცენტრალური არხები, გვერდითი განშტოებები და სადრენაჟო ჭები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნიდან წყალს აგროვებდა და სპეციფიკური დახრილობის წყალობით სიმძიმის ძალის პრინციპით მოძრაობდა არჩეულ მიმართულებებზე. ასეთ არქიტექტურას მხოლოდ ტექნიკურად განვითარებული საზოგადოება თუ შექმნიდა და ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ იმ დროის ქალაქები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ ყოფილა, არამედ გეგმიურად და საინჟინროდ გააზრებული სისტემა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩენა იყო ორი პარალელური ღარი ქალაქის ირგვლივ, რომელიც როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, შესაძლოა იყოს უძველესი ბორბლიანი ეტლის ნაკვალევი, რაც ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას არა მხოლოდ წყლის მართვის ცოდნა ჰქონდა, არამედ ტრანსპორტისა და მოძრაობის ორგანიზების გამოცდილებაც. სწორედ ამ აღმოჩენამ შეცვალა წარმოდგენა იმ დროის ცივილიზაციაზე. აღმოჩნდა, რომ 4000 წელს მეტი ხნის წინ ჩინეთში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც არა მარტო თავის გადარჩენა, არამედ ურბანული დაგეგმარება, გარემოზე ზრუნვა და ტექნოლოგიური განვითარებაც კი შეეძლოთ. ეს არ იყო უბრალოდ თიხის კედლებით შემოსაზღვრული სოფელი. ეს იყო ნამდვილი ქალაქი, გეგმიური ქუჩებით, წყლის სისტემით, სანიაღვრე არხებით და თუნდაც მარტივი, მაგრამ კარგად გათვლილი ინფრასტრუქტურით. ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ტექნიკური გონიერება და გარემოზე ადაპტირების უნარი ადამიანის ბუნებაში ყოველთვის იყო. უბრალოდ ზოგჯერ ყინულმა მიწამ ან დროის ფენებმა ეს ყოველივე დროებით დაფარა. გამოქვაბულებს ხვდებით ლუოიანის სამხრეთით, ჰენანის პროვინციაში, მდინარე ისუის ორივე ნაპირზე და საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ბუდისტური სიბრძნის ძალისა და სიწმინდის კარიბჭად. მაგრამ ეს ადგილი არ არის უბრალოდ გამოქვაბულების ჯგუფი. ეს არის ქვით გაკეთებული ქალაქი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომლის თითოეულ კედელზე ამოტვიფრულია ლოცვა, მედიტაციის ხმა. ყველაფერი დაიწყო ჩრდილოელი ვეის დინასტიის დროს, მე-4 საუკუნეში. იმ დროს ბუდიზმი ჩინეთში ძლიერ მკვიდრდებოდა, ხოლო იმპერატორებს სურდათ სულიერადაც დაეტოვებინათ თავიანთი კვალი და ამის საუკეთესო გზა იყო ქვის კედლებზე კვეთა. ასე გაჩნდა პირველი გამოქვაბულები, ღრმა მდინარის პირა კლდეებში, სადაც ბერებს შეეძლოთ განმარტოება და მორწმუნეებს თაყვანისცემა. მაგრამ წლებმა, საუკუნეებმა და იმპერიების ცვლამ ეს ადგილი გადააქცია იმათ, რაც დღეს არის. ათასობით ქანდაკება, ღრმა დამოჭრილი დარბაზები, სვეტები და ნიშნები. კედლები, რომელთა წარწერებიც ბუდისტური ისტორიის თითოეულ თავს ყვება. ყველაზე განსაცვიფრებელი ის არის, რომ ლუნმენის კლდეებში 100,000-ზე მეტი ბუდას ქანდაკებაა ამოკვეთილი. ზოგი სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრია, ზოგი კი უზარმაზარი, 17 მეტრამდე სიმაღლის. როცა მის წინ დგები, უბრალოდ მუხლები გეკვეთება. არა სიდიდით, არამედ იმით, რომ ხედავ. ეს არ არის უბრალოდ თქვა. ეს არის თითქოს სული, რომელიც ხელით გააკეთეს. ყოველი ნაკაწრი, ყოველი ღარი, ყოველი თვალის რკალი გაკეთებულია ხალხის მიერ, ჩვეულებრივი ადამიანის მიერ, ვინც ამუშავებდა ამ ქვას. ლუნმენის გამოქვაბულებში თითოეული გამოქვაბული თითქოს თავის სამყაროს გავს. მაგრამ ლუნმენი მხოლოდ სულიერი ადგილი არ არის. ის ასევე ისტორიული დოკუმენტია. გამოქვაბულების კედლებზე არის ათასობით წარწერა, უძველესი ჩინური ენით, რომელიც მოგვითხრობს იმპერატორების ბრძანებებს, მღვდლების შეწირულობებს და უბრალო ადამიანების ლოცვებს. ეს წარწერები არის მტკიცებულობა იმისა, რომ ეს ადგილი ერთდროულად იყო სამეფო და საერო, სულიერი და საზოგადოებრივი, წმინდა და ძალიან ადამიანური. საუკუნეების განმავლობაში ლუნმენი გადაურჩა ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს და რელიგიურ შუღლსაც კი. თუმცა სამწუხაროდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოქვაბულების ნაწილი დაზიანდა, ზოგი ქანდაკება უცხოელებმა წაიღეს, ზოგიც ადგილობრივებმა მძარცველებმა გაყიდეს. მიუხედავად ამისა, დღეს ლუნმენი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული სიწმინდეა.